რა საფრთხეს უქმნის ტემპერატურის ცვლილება ღორების ფერმას? ღორების ფერმებში ტემპერატურის რეჟიმი გადამწყვეტ როლს ასრულებს. ტემპერატურის ყოველმა ცვლილებამ შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს ცხოველების ენერგიის ხარჯვაზე, საკვების მოხმარებაზე და საბოლოოდ პროდუქტიულობაზე. 20 გრადუსზე დაბლა ტემპერატურის ყოველი გრადუსით შემცირება საკვების მოხმარებას დაახლოებით 4%-ით ზრდის. ეს ნიშნავს, რომ ცხოველებს მეტი საკვები სჭირდებათ იმისთვის, რომ სხეულის სითბო შეინარჩუნონ. თუმცა ეს დამატებითი ენერგია ყოველთვის არ გადაიქცელა წონის მატებაში. საკვების კონვერსია იკლებს, პროდუქტიულობა მცირდება და კვების ხარჯები იზრდება. პრობლემა მხოლოდ სიცივე არ არის. მაღალი ტემპერატურაც სერიოზულ გამოწვევას ქმნის. გადახურებისას ღორები სტრესს განიცდიან, რაც მათ მადაზე, ზრდასა და რეპროდუქციაზე უარყოფითად აისახება. მაგალითად, ტახებში გადახურებამ სპერმის ხარისხი შეიძლება გააუარესოს, ხოლო ნეზვებში ნაყოფიერება შეამციროს და განაყოფიერების პროცესი გაართულოს. გადახურება გავლენას ახდენს ძუძუმწოვარ ნეзвებზეც. რძის რაოდენობა მცირდება, რის გამოც გოჭების განვითარება ფერხდება. ამრიგად, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმის მკაცრად კონტროლი, ისე რომ ღორებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, ფერმის პროდუქტიულობა არ შემცირდეს და ზედმეტი ხარჯები თავიდან იქნა საცილებული.